ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში აქციას მართავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩუქარი პატარებს. რადიო 1 საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას ახალ ამბებს. თია შონია გაგაცნობთ. ზუგდიდში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია 17 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელისუფლების გარდადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან სამეგრელოს ზემოსვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, პარლამენტარი ნუგზარ ციკლაური, ბაჩუახალაის მეუღლე ანინა დარეიშვილი, ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარი და პარტიის სხვა წევრები. აქციას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩუახალაის მეუღლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით იმართება. აქცია სანქცირებულია და მას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ცავენ. ოკუპირებულ აფხაზეთში აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა კოდორის ხეობის მოსახლეობას გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. კოდოროლების ჯანმრთელობის შემოწმება სოფელ აჟარას საავადმყოფოში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ აქციას ტრადიციული ხასიათი აქვს. მას საფუძველი 2008 წლიდან კოდორის ხეობის ოკუპაციის პერიოდიდან დაედო და ყოველწლიურად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობს გრანდიოზულ ღონისძიებას. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური პარტია პატარებს გართობას კომბინეტის კულტურის სახლში დილიდან სთავაზობს. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ღონისძიებები ელოდებათ პატარებს. სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი ფეხბურთელებმა თბილისის დინამოსთან 7-0 წაგების სანაცვლოდ ფული აიღეს. ზუგდიდის გულშემატკივარი და ყოფილი პარლამენტარი გურამ ცაცაშელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა თამაშის გაყიდვაში მონაწილე 10 ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა. საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის დირექტორი გელა ინალიშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აქვე ამბობს, რომ ფეხბურთელები გუნდიდან მხოლოდ კონტრაქტის დასრულების გამო გაუშვეს. მაისში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადა და ყველა წავიდა კლუბის გაახალგაზრდობაზე. ვფიქრობთ, გუნდის ყოფილი ფეხბურთელები და მხოლოდ 4-დან მიმდინარეობს მოლაპარაკება. 20 ივნისს გაირკვევა ყველაფერი თუ ვინ დარჩება გუნდში. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჭორებზე ვერ ვისაუბრებ, ეს უკვე სხვა უწყების გამოსაკვლევია, უთხრა რადიო ათინაც სატელეფონო საუბრისას გელა ინალიშვილმა. ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში ჩრდილო კავკასიის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო მინისტრი ლევ კუზნეცოვი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ხაჯიმბას ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. შეხვედრის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2015-17 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. კუზნეცოვმა მანამდე საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური და ენერგეტიკის სფეროს სხვადასხვა მშენებარე ობიექტები კი ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრისას სამალო გეგმებზეც ისაუბრა. 15 არასამთავრობო ორგანიზაციის 2 წლიანი ანგარიში მთავრობის მუშაობაზე, საქალაქო სექტორში ანიშნები არაფორმალურ მმართველობაზე და საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ნიშნით გაშვებასთან დაკავშირებით აქვს. ქვეყანა მაინც დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. განმარტავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ანალოგიური პოზიცია აქვს ფონდ ღია საზოგადოებად საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ხუციშვილს. რჩება სერიოზული გამოწვევები, მაგალითად არაფორმალური მმართველობის ნიშნები. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ყოფილი პრემიერის გავლენაზე მთავრობის გადაწყვეტილებაზე, აცხადებს ქეთევან ხუციშვილი. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ჩეჩნევმა თქვა, რომ კომუნისტური ეპოქის სამხედრო დაზვერვის არქივები გაიხსნა მკვლევარებს და ჟურნალისტებისთვის. მან თქვა, რომ საარქივო მასალების 30,000-მდე ტომი გადასცა სამოქალაქო კომისიას, რომელიც ამ პერიოდის დოკუმენტებს შეისწავლეს. ბულგარეთმა ნათელი უნდა მოფინოს კომუნიზმის რეპრესიულ სტრუქტურებს, აცხადებს მინისტრი, რომლის აზრით ბულგარეთი უნდა გათავისუფლდეს კომუნისტურ ეპოქასთან დაკავშირებული საიდუმლოებებისა და დამოუკიდებლობისგან. მან აგრეთვე განაცხადა, რომ გასაჯაროვდება უცხოეთის იმ მოქალაქეთა ვინაობა, ვინც ბულგარეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა. არქივი მოიცავს პერიოდს 1944-დან 1991 წლამდე. ქალაქ ზუგდიდის FIFA-ს მესამე კატეგორიის სტანდარტების სტადიონის პროექტის პრეზენტაცია და განხილვა დღეს გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ავტორებისგან სტადიონის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და პროექტიც მოიწონეს. ივნისის თვეში გამოცხადება ტენდერი და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ უშუალოდ ზუგდიდში სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ახალი ამბები თია შონიამ გაგაცალით დროებით.